გრაფი პოტოცკი, აბრაამ ბენ აბრაამი, ამბის დასაწყისი. აი ისტორია ქართულად. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც გრაფი პოტოცკი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო და პოლონეთის ერთ-ერთ უმდიდრეს სასახლეში ცხოვრობდა. ქვიშის სასახლე. გადმოცემის თანახმად პატარა ვალენტინ პოტოცკი ხშირად თამაშობდა ქვიშაში. ერთხელ მან ააგო ძალიან ლამაზი და დიდებული ქვიშის სასახლე ლამნოუ კოშკებითა და გალავნებით. მაგრამ ყველას გასაკვირად, მშენებლობის დასრულებისთანავე მან სასახლე ერთი ხელის მოსმით დაანგრია. როდესაც კითხეს, რატომ გააკეთა ეს, მან უპასუხა, რომ ამ სამყაროში ყველაფერი წარმავალია როგორც ქვიშა და მხოლოდ სულიერებას აქვს მარადიული ფასი. შეხვედრა მოხუცთან. როდესაც გაიზარდა და პარიზში სასწავლებლად წავიდა, ის ერთ პატარა დუქანში შევიდა. იქ დაინახა მოხუცი ებრაელი ეინ, რომელიც დიდი კონცენტრაციით კითხულობდა თორას. ამ მოხუცის სიმშვიდემ და სიბრძნემ ვალენტინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სიმართლის ძიება. მან გააცნობიერა, რომ მისი დიდგვაროვანი ცხოვრება მხოლოდ ქვიშის სასახლე იყო. მან გადაწყვიტა მიეტოვებინა სიმდიდრე, წოდება და ფუფუნება, რათა გამხდარიყო აბრაამ ბენ აბრაამი გერცედეკი, სიმართლის გზაზე მოქცეული. სწავლა და გადაწყვეტილება გზა იუდაიზმისკენ. აი ისტორიის გაგრძელება ქართულად. ვისთან სწავლობდა? ყველაფერი დაიწყო იმ მოხუცი ებრაელით, რომელიც პარიზის დუქანში გაიცნო. მან ასწავლა ვალენტინს ებრაული ენა და თორის საფუძვლები. ვალენტინი გაოცებული დარჩა იმით, რომ იუდაიზმი არ არის მხოლოდ ცერემონიები, არამედ სიბრძნისა და მორალის ღრმა სწავლება, რომში იმედგაცრუება. ვალენტინი და მისი მეგობარი ზარემბა გაემგზავრნენ რომში, რათა ქრისტიანობა საფუძვლიანად შეესწავლათ, მაგრამ იქ ნახულმა ფუფუნებამ და კორუფციამ ისინი დაარწმუნა, რომ მათი სულიერი სიმართლე სხვაგან იყო. გადაწყვეტილება ამსტერდამში, იმ დროს პოლონეთში რელიგიის შეცვლა სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომ ვალენტინი გაემგზავრა ამსტერდამში ონ, რომელიც მაშინ ყველაზე თავისუფალი ქალაქი იყო. იქ მან გაიარა გიური გაურითიან და იუდაიზმში და დაირქვა სახელი აბრაამ ბენ აბრაამი. დიდი დათმობა. მან უარი თქვა უზარმაზარ ქონებაზე, გრაფის ტიტულსა და დიდებაზე. მან ამჯობინა ყოფილიყო დევნილი და ღარიბი ებრაელი, ვიდრე ეცხოვრა სიცრუეში როგორც დიდგვაროვანს. მირჩევნია ვიყო დევნილი ებრაელი, ვიდრე ჰერცოგი, რომელიც სიცრუეში ცხოვრობს, ასეთი იყო მისი არჩევანი. დაბრუნება ლიტვაში და დაპატიმრება, ფარული ცხოვრება. აბრაამი დაბრუნდა ლიტვაში და დასახლდა პატარა ქალაქ ილიაში. ის ცხოვრობდა მარტოობაში და მთელ დროს თორის სწავლას უთმობდა. მას არ ჰყავდა ოჯახი, რადგან მთელი თავისი ცხოვრება სულიერებას მიუძღვნა. როგორ დაიჭირეს? ერთხელ მან შენიშვნა მისცა ბავშვს, რომელიც სინაგოგაში ლოცვის დროს ხმაურობდა. ბავშვის მამამ შური იძია და ხელისუფლებას შეატყობინა, რომ ეს უცნობი კაცი სინამდვილეში დაკარგული პოლონელი გრაფი იყო. დაპატიმრება. ჯარისკაცებმა ის სინაგოგაშივე დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მისგან ქრისტიანობაზე დაბრუნებას ითხოვდა, მან უარი თქვა და ამჯობინა პატიმრობა თავისი რწმენის გამო. ჰყავდა თუ არა მას ოჯახი? ტრადიციული ვერსია, უმეტესი წყაროების თანახმად, აბრაამ ბენ აბრაამი არ დაქორწინებულა, ველ. მას შემდეგ, რაც ის ებრაელად მოინათლა, ის ცხოვრობდა როგორც განდეგილი და მთელ დროს სწავლას უთმობდა. მას სურდა დარჩენილიყო შეუმჩნეველი, რათა ხელისუფლებას არ ეპოვნა. დედამისი სტუმრობა. როდესაც ის ციხეში იყო, დედამისი, გრაფინია პოტოცკა, მასთან მივიდა და სთხოვა, უარი ეთქვა იუდაიზმზე სიცოცხლის გადასარჩენად. მან უპასუხა, რომ სიმართლე უკვე იპოვა და ურჩევნია მოკვდეს თავისი რწმენისთვის, ვიდრე იცხოვროს სიცრუეში. არჩევანი. მან გაცვალა თავისი დიდგვაროვანი ოჯახი, სიმდიდრე და მომავალი მარადიულ ცხოვრებაზე. ვილნის გაონისა და გრაფის შეხვედრა ციხეში. გაქცევის შეთავაზება. როდესაც აბრაამი ციხეში სიკვდილს ელოდა, ვილნის გაონმა, დიდმა რაბინმა, მასთან შიკრიკი გაგზავნა. გაონმა შესთავაზა დახმარება ციხიდან ფარულად გასაყვანად კაბალის ან დიპლომატიის მეშვეობით. აბრაამის უარი. აბრაამმა უარი თქვა გაქცევაზე. მან თქვა, რომ არ სურს დაკარგოს შესაძლებლობა. მოკვდეს თავისი რწმენის გამო. კიდუშ ჰაშემ. მან ამჯობინა მარადიული დიდება დედამიწაზე დარჩენას. ერთად ყოფნა. დღესაც, ვილნის სასაფლაოზე, მათი საფლავები გვერდიგვერდ მდებარეობს. ვილნის გაონი მას უდიდეს პატივს სცემდა. შენ, სახელის წაშლა ისტორიიდან, მეხსიერების წაშლა. რადგან პოტოცკების ოჯახი ძალიან გავლენიანი იყო, მათ და ეკლესიამ ყველაფერი გააკეთეს, რომ აბრაამის სახელი ისტორიიდან ამოეშალათ. მათ წაშალეს მისი სახელი საგვარეულო წიგნებიდან და საეკლესიო ჩანაწერებიდან. დამალული სიმართლე. მათ სურდათ, რომ ხალხს დაევიწყებინა ეს სირცხვილი დიდგვაროვანი, რომელიც ებრაელი გახდა. სწორედ ამიტომ არის რთული დღეს არქივებში მისი კვალის პოვნა. სასწაულის საფლავზე. ლეგენდის თანახმად, მის საფლავზე ამოვიდა უცნაური ხე, რომლის მოჭრასაც ხელისუფლება ამაოდ ცდილობდა. ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ სიმართლის წაშლა შეუძლებელია. როდის არის მისი ხსოვნის დღე? ჰილულა. თარიღი.
აბრაამ ბენ აბრაამის ხსოვნის დღე არის შავუოთის დღესასწაულის მეორე დღეს, 7 სივანი. სიმბოლური დატვირთვა. ეს არის დღე, როდესაც ებრაელი ხალხი აღნიშნავს თორის მიღებას. სწორედ ამ დღეს ავიდა ის კოცონზე ვილნაში თავისი რწმენის გამო. ვილნის გაონის დამოკიდებულება. ვილნის გაონი ამბობდა, რომ მისი სიკვდილის დღეს სამყაროში დიდი სულიერი სინათლე გაჩნდა. დღეს მისი ნეშტი, ვილნის გაონის გვერდით არის დაკრძალული. რატომ ისურვა ვილნის გაონმა მის გვერდით დაკრძალვა? უმაღლესი სულიერი საფეხური. ვილნის გაონი თვლიდა, რომ კიდუშ ჰაშემი, საკუთარი სიცოცხლის გაწირვა რწმენისთვის არის უმაღლესი სულიერი დონე. მან თქვა, რომ მიაღწია დიდ ცოდნას, მაგრამ ვერ მიაღწია იმ საფეხურს, რომელზეც აბრაამი იდგა. სამყაროს ბურჯი. გაონი მას სამყაროს ბურჯს უწოდებდა. მან ისურვა, რომ სიკვდილის შემდეგაც ახლოს ყოფილიყო ამ წმინდა სულთან. საფლავების გადასვენება. როდესაც 1948 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ძველი სასაფლაოს დანგრევა გადაწყვიტა, ებრაელებმა ვილნის გაონთან ერთად პირველ რიგში სწორედ აბრაამ ბენ აბრაამის ნეშტი გადაასვენეს. დღეს ისინი გვერდ განისვენებენ. რა სიტყოდა გრაფი პოტოცკი დღეს ქრისტიანებისთვის? ჭეშმარიტება სიმდიდრეზე მაღლა დგას. ის ეტყოდა მათ, რომ ამ ქვეყნიური დიდება ქვიშის სასახლესავითაა. მან დათმო ყველაფერი სიმართლისთვის. მისი გზავნილი იქნებოდა, ნუ ეძებთ ღმერთს ოქროში, არამედ თქვენს გულში. არჩევანის თავისუფლება. მან დაამტკიცა, რომ ადამიანი არ არის თავისი წარმოშობის ტყვე. ის ეტყოდა მათ, რომ ყოველმა ადამიანმა უნდა დასვას კითხვები და ეძებოს სიმართლე დამოუკიდებლად. თორა არის მარადიულობა. ის განმარტავდა, რომ იუდაიზმში იპოვა სიღრმე, რომელსაც სხვაგან ვერ ხედავდა, თორა არის ცხოვრების გზა და არა მხოლოდ რწმენა. რა სიტყოდა ის ებრაელებისთვის? დააფასეთ ის, რაც გაქვთ. ის ეტყოდა მათ, რომ ებრაელობა არის უდიდესი საჩუქარი. თქვენ ეს საჩუქარი დაბადებიდან მიიღეთ, მე კი ამისთვის სიცოცხლე გავწირე. ნუ მოექცევით თქვენს რწმენას როგორც ჩვევას, არამედ როგორც საგანძურს. თორა არის ნამდვილი თავისუფლება. სასახლეში მე მონა ვიყავი, მაგრამ როდესაც თორა მივიღე, მაშინ გავხდი თავისუფალი. ერთიანობა. ის მოუწოდებდა ებრაელებს მშვიდობისა და ერთიანობისკენ. მე დავტოვე ჩემი დიდებული ოჯახი, რათა თქვენი ოჯახის წევრი გამხდარიყავი. გთხოვთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს.